დღეს BBC-ს ახალი ამბების გამოშვებებში იხილავთ. FBI-ის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, სადაც წინასწარ მეტყვა მუჰამედზე შესრულებული კარიკატურების კონკურსი იმართებოდა. ათობით ადამიანი დაშავდა ეთიოპიელი ემიგრანტების მიერ გამართულ დემონსტრაციაზე. კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ახალშობილის სახელი მსოფლიოს გააცნეს. მას შარლოტა ჰქვია. Get back in the back, go in the building. ყველაფერი რამოდენიმე წამის განმავლობაში მოხდა. ორმა შეერაღებულმა პირმა საკონფერენციო დარბაზში ცეცხლი გახსნეს და დაცვის ერთ-ერთი წევრი დაჭრეს. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და ორივე დამნაშავე ადგილზე მოკლა. სპეცნაზის წყალობით შესაძლებელი გახდა 70-მდე ადამიანის ევაკუირება. თითქოსები ამბობენ, რომ მათ დაახლოებით 20-მდე გასროლის ხმა გაიგონეს. ხმა ისეთი იყო, როგორც ავტომატებს აქვთ. ყველა მხრიდან პოლიციელები გამოჩნდნენ და გვითხრეს, სასწრაფოდ დაგვეტოვებია შენობა. აქ წინასწარ მეტყვა მუჰამედზე შესრულებული კარიკატურების კონკურსი იმართებოდა, რაც ბევრი მუსულმანისთვის შეურაცხმყოფელია. შესაბამისად, უსაფრთხოების ზონები გაძლიერებული იყო. ამ ღონისძიებას ბევრი არა მხოლოდ სადაოს, არამედ პროვოკაციულსაც უწოდებს. კონკურსის დაწყებამდე მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციას არ გააჩნდა კონკრეტული მონაცემები თავდასხმის ან რაიმე ხიფათის შესახებ. ამერიკული ჯგუფი, რომელიც ექსტრემიზმზე კონტროლის შესახებ მუშაობს, კონკურსის ორგანიზატორებს სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს. ძირითადი მოხსენებელი ამ კონკურსზე ჰოლანდიელი პოლიტიკოსი გერტ ვილდერსი იყო, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი გამონათქვამებით ისლამური რელიგიის წინააღმდეგ. ითვლება, რომ ის ალ-ქაიდას შავ სიაში იმყოფება. ჩვენ არასოდეს მიცეთ ისლამურ სამყაროს უფლებას სიტყვის თავისუფლება წაგვართვას. ორი საათის განმავლობაში პოლიციელების მიერ მოკვლული პირების გვამები იმ ადგილზე იდო, სადაც მათ ესროლეს. ამ დროს რობოტების მეშვეობით თავდასხმელების ავტომობილებში ასაფეთქებულ ნივთიერებებს ეძებდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მთავრობა ნარჩენებს აიღებს, დაიწყება ამ ორ პირზე ინფორმაციის მოძიება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ დამას ჰოკადას შეხვდა, ეთიოპიური წარმოშობის ჯარისკაცს, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ სცემა. ამ ფაქტის ამსახვემა ვიდეომ ასევე მასიური საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება მოახდინა. ისინი დასვენების დღეებში დაიწყო. თავიდან აქციების საკმაოდ მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეთიოპიური წარმოშობის ებრაელთა საზოგადოებამ გადაწყვიტა თავისი უკმაყოფილება საერთო ნაციონალურ დონეზე გამოეხატა. პროტესტის პროვოცირება გასულ კვირას ვიდეო ჩანაწერმა გამოიწვია, სადაც ეთიოპიური წარმოშობის ჯარისკაცს პოლიციელების ძალის გამოყენებით უსწორდებიან. როგორც ჩანს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. დემონსტრანტების განცხადებით, არაფერი ახალი არ არის არც დისკრიმინაციის, არც პოლიციის დაპირებების კუთხით. აღკვეთენ ამდაგვარი ქმედებები. არაფერი შეცვლილა და არც არაფერი კეთდება. მხოლოდ დაპირებები. 30 წელია ისინი არაფერს აკეთებენ და მხოლოდ საუბრები გესმის. როგორც კი თელ-ავივში ღამე დადგა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პოლიციელების თქმით, დემონსტრანტები სახელმწიფო დაწესებულებებში შეჭრას ცდილობდნენ. შეტაკებები მასიურ ხასიათს ატარებდა. პოლიცია ძალას არ იშურებდა და ქალაქში წესრიგი აღედგინა. ისრაელის მთავრობას აშკარად არ მოეწონა მათ ქვეყანაში მომხდარი ფაქტის ამერიკის ბალტიმორში მომხდარ ფაქტთან დაშედარება, სადაც პოლიციელების მხრიდან ასევე მოხდა სამართალდარღვევა. თუმცა ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა შეხვედრა გაემართა ეთიოპიელი ებრაელების წარმომადგენლებთან, რომელთა შორისაც დაზარალებული ჯარისკაცი დამას პაკადი იყო. ახალშობილ პრინცესას შარლოტა ელიზაბეთ დიანა დაარქვეს. ამის შესახებ კენსინგტონის სასახლიდან იუწყებიან. რიგით მეოთხე ტახტის მემკვიდრე ამიერიდან ოფიციალურად მისი აღმატებულება კემბრიჯის პრინცესა შარლოტად იწოდება. უკვე დიდი ხანია დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ბავშვის სახელებს შორის აუცილებლად იქნებოდა პრინც უილიამის დედისადმი ხსოვნის საპატივცემულო სახელი დიანა.
მაგრამ ბუქმეიკერების სიაში ყველაზე პოპულარული მაინც შარლოტა და ალისა იყო. თითქმის 2 წლის წინაც რეპორტიორები და ჟურნალისტები სულ მოუთმენად ელოდებოდნენ პრინც ჯორჯის აღმოჩნდას თავიანთ ფირებზე. თუმცა მაშინ მშობლები მას კამერებისგან შორს აკავებდნენ. შარლოტა და ჯორჯს ერთად მოუწევთ საზოგადოებრივი ყურადღების მხრიდან ზეწოლის ატანა, ისევე როგორც ეს თავის დროზე უილიამს და ჰარის მოუწია. Они всегда будут. ისინი ყოველთვის იქნებიან საზოგადოების მხრიდან ინტერესის ქვეშ. მათ ყოველთვის გვერდში ეყოლებათ დაცვა, რაც არ უნდა შეეცადონ, ისინი ვერასოდეს შეძლებენ ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ. ამ შემთხვევაში დის ან ძმის ყოლა მათთვის ნამდვილად ფასეულია. ეს მხარდაჭერა უილიამისთვის და ჰარისთვის, როდესაც ისინი ერთად იზრდებოდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ასევე ამ მნიშვნელოვანი იქნება ეს ჯორჯისთვის და მისი პატარა დაიკოსთვის. პრინცესა შარლოტა ან კენსინგტონის სასახლეში, ან ლონდონის გარეუბანში, ახალ სასახლეში იცხოვრებს. ქეითის ოჯახის წევრები მზად არიან ახალშობილ შვილიშვილზე იზრუნონ. მაგრამ პრინც ჯორჯს მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ის ახლა ერთადერთი ბავშვი არ არის სამეფო ოჯახში.